Aubrundit ძალიან საინტერესო თემით, საინტერესო სტუმართან ერთად სტუდიაში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი რატი ჯაფარიძე გახლავთ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით ბატონ რატი, მადლობა მოგზანებისთვის. მე და ელისაბედი ეთერს მიღმავ საუბრობდით და სხვა შორის ამ თემაზე არასოდეს არ გვისაუბრია და ძალიან საინტერესოა ეთერს მიღმა უფრო მეტად ინტერესით ამ თემით და მე მგონი ჩვენი ტელემაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. მოდით პირველ რიგში მოკლედ რომ გითხრათ სააგენტოს მისიაზე და მიზნების შესახებ და შემდეგ უფრო ცლად ვისაუბროთ თუ რა შედის რომელი ტერიტორიები აქვს ქვეყნის რა პროცენტი უჭირავს ამას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით მე ვილაპარაკებ უფრო პოპულარულ ენაზე. კი ბატონო. რა თქმა უნდა. ჩვენს ასე ვთქვათ ამ სფეროში ჩართულ ადამიანს თუ იმ ტერმინოლოგიით ვილაპარაკებ შეიძლება ვერმა ადამიანმა ვერ გაიგოს. მათ შორის ჩვენც. არ ვიცი. ზოგადად დაცული ტერიტორიების სააგენტო არის ორგანიზაცია, რომელიც იცავს საქართველოში არსებულ ყველაზე ასე ვთქვათ ლამაზ ადგილებს. Բոլոր ენაზე რო თქვა, ეს არის ის ადგილები, რომელიც ხელუხლებელია, რომელიც არ არის დაზიანებული ადამიანის მიერ. იმიტომ რომ მე-20-21 საუკუნეში დღის წესრიგში დგას განვითარების და ამავე დროს გარემოს დაცვის საკითხები. იმიტომ რომ განვითარება ბუნებრივად იწვევს ყოველთვის არსებული გარემოს ფართობების, ასე ვთქვათ, ხელუხლებელი ბუნების ფართობების შემცირებას და მეორე მხრივ დღის წესრიგში დგას ის, რომ ჩვენ ის რაც ლამაზი გვაქვს და რითაც ჩვენ მდიდარი ვართ, ის შევინარჩუნოთ. ახლა თუ შევადარებთ, აი მაგათაც დასავლეთ ქვეყნებში ეს განვითარება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა და ისე მოხდა, რომ ბიომრავალფეროვნება მაგათაც ევროპის ქვეყნებს თუ შევადარებთ, ძალიან მძიმედ არის დაზიანებული. მაგათაც ჩვენ რაც გაგვაჩნია, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის. სიტყვაზე მოვიდა ხელუხლებელი ტყეები. მაგალითად ინგლისი, გერმანია ძალიან იშვიათად რომ ჩვენ ნახოთ ხელუხლებელი ტყეები, იქ არის ყველაფერი ხელოვნურად გაშენებული და ის იმდიდრე რაც ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია ჩვენ უნდა დავიცვათ და ეს დაცვა გარდა იმისა, რომ ჩვენ ხვდებით რომ დასაცავი, ამას ხვდებიან ასე ვთქვათ ის უცხო ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვევლინებიან ჩვენ დონორების სახით. იმიტომ რომ ისინი ცდილობენ რომ ჩვენი სიმდიდრე ასე იყოს დაცული, იმიტომ რომ ეს წარმოადგენს სოფლიო მემკვიდრეობას, პირდაპირ ვიტყვი ამას და სააგენტო არის ის უწყება გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელიც აი ამ ყველაფერზე ახორციელებს კონტროლს. აი ბატონო რატი, თუ შეიძლება მაყურებელს ისიც რომ ავუხსნათ, კონკრეტულად რა შედის დაცულ ტერიტორიებში, ანუ როგორც აღმოჩნდა არ შედის, თქვათ, ხელოვნურად გაშენებული პარკები. იგი მაგალითით მოვიყვანეთ, ბორჯომის ტყეპარკი არ შედის, ხო, თქვენს დაქვემდებარე. გააჩნია რას ვეძახით ბორჯომის ტყეპარკს. აი ეს ცნობილი პარკი, სადაც ყველას გვისეირნია და ყველა ყოფილი ვართ. ბორჯომის ტყეპარკი არის პარკი, რომელიც არ ვიცი, ბორჯომის ტყეპარკი ქვია ალბათ. ქალაქ ბორჯომში შესასვლელი რო არის, სადაც წყალს ვსვამთ. ის ბუნებრივია არ შემოდის ჩვენთან. იმიტომ რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ხელოვნურად გაშენებული ადგილი და კეთილმოწყობილი ადგილი. მაგათ ვაგის პარკიც არ შემოდის ჩვენთან, მუშტაიტის პარკიც არ შემოდის ჩვენთან. მაგრამ ჩვენთან შემოდის ადგილები, რომელიც ასე ვთქვათ, არის ხელუხლებელი, რომელსაც ჭირდება დაცვა და რომელიც მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. ბიომრავალფეროვნებაში იგულისხმება ცხოველთა და მცენარეული სამყარო. მაგალითად, ბორჯომის ტყეპარკში ნომერად თქვენ ახსენეთ იქ მაგალითად გლები და დათვები და მელები არ დადიან, ესენი დადიან იმ დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც შემოდის ჩვენთან. და ბორჯომის ეროვნული პარკი, რომელიც არის მტკვრის რო ჩამოედინება ხელმარცხნივ, არის სწორედ ის ადგილი, რომელიც შემოდის ჩვენს დაქვემდებარებაში. ვიტყვი რომ დაცული ტერიტორიების ფართობი საკმაოდ დიდი არის, 8.6% არის მთლიანად ქვეყნის ტერიტორიის და ეს რაოდენობა, ეს ციფრი იზრდება. ახლა ბუნებრივია ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რაღაც ეტაპზე ეს დასრულდება, მაგრამ აუცილებელი არის რომ ქვეყანაში ყოველთვის იყოს გამოყოფილი ის ადგილები, რომელიც ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობაა და ეს ახლა რეალურად თუ ავიღებთ არის მართლა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ახლა ჩვენ საქართველები ვართ და ყოველთვის გონია რომ რაც გვაქვს ყველაფერი კარგია და საუკეთესოა, რომ ღვინო ყველაზე კარგია, ჩაი ყველაზე კარგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ზოგ არის ახლა რაღაცები საუკეთესო ნამდვილად. ამას შეიძლება ვიდაოთ, არის რაღაცეები. ეხლა არ ვიდაოთ ამაზე. მაგრამ რეალურად ახლა აი ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რაც ჩვენ გვაქვს, ყველგან არის საზღვარგარეთ ეს ჩემი გამოცდილები. ჩვენ პატარა ტერიტორიაზე ბევრი რამ გვაქვს. აი ამ ვართ გამოცდილებული. ეს არის სწორი, ძალიან სწორი შენიშვნა არის, იშვიათად რომ იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც აი
სიტყვაზე 250 კილომეტრის რადიუსში ჩვენ ვნახოთ ისეთი ეკოსისტემები, ისეთი ლანდშაფტები, როგორც არის ჩვენთან მაგალითად ხელუხლებელი ტყეები, სუბნივალური მთები, ნახევარუდაბნოები, სუბტროპიკები, კარსტული მღვიმეები, ჭარბტენიანი ტერიტორიები. ეს ძალიან იშვიათი არის, ეს გაგვაჩნია ჩვენ, ამას დაცვა უნდა და ამას ვიცავთ. დაცვა უნდა ამას ბატონო, ჩვენ თუ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ ჩემი აზრი, გარკვეულწილად ბუნებასთან მიმართებაში ფარისეულური დამოკიდებულება გვაქვს, რაც გულისხმობ. მე მინახავს მართლა დაულევიათ შეიძლება ადამიანებს სამშობლოს ბუნების ადრგზელო და ის ნარჩენები პირდაპირ დაუტოვებიათ ბუნებაში. აი ამ კუთხით რა შეიძლება არის სულ ფიქრობ ხოლმე რაღაცა მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს ალბათ ადამიანებში და ნუ თუ თაობები ჭირდება ამას რომ გაუფრთხილდე შენ ბუნებას და შენი ნარჩენები არ დატოვო ტყეში ამ შემთხვევაში თქვა და დაცულ ტერიტორიაზე სადაც არავინ არ გიშლის შესვლას ხო? აი რა ხდება ამ კუთხით? თქვენ ძალიან კარგი შეფასება გააკეთეთ, მართლაც ფარისეულური დამოკიდებულება აი ამ თემის მიმართ, იმიტომ რომ მეც ყოფილი ვარ არაერთ სუფრაზე, სადაც ყოფილა რომ საქართველოს საგრძელოებს დალევენ, ათაგრძელები რა კარგი ქვეყანა გვაქვს ისა და ისა და მე სიტყვა სიგარეტს რო გააბოლებენ, იგივე სიგარეტს ხომ გადააგდებენ გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის საკმაოდ დაბალი დონის ძალიან კარგი მაჩვენებელი და ჩვენ გვაქვს ორი გზა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ძალიან კულტურული ერი, როგორც მაგალითად ხდებოდა ადრე და ასე ვთქვათ, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს საკმაოდ კარგი ნაბიჯია, რომ რაღაც მობილიზაცია გააკეთო ერის, როგორც ხდებოდა ადრე. მაგრამ მეორე არის და მე ამ გზას ვემხრობები, ჩვენ ვაღიაროთ რა არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ საკმაოდ დაბალი განათლება, დაბალი კულტურის დონე არის საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში და აი აქედან დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემა მოგვარება შეიძლება მოხდეს ორი გზით. პირველი არის განათლების დონის ამაღლება, ერთი და მეორე ძალიან დრაკონული ჯარიმები. კაცრი. მე მგონი ჯარიმები არის ძალიან კარგი გამოსავალი. სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის ასეთი ჯარიმები მაშინ. რაც საქართველოში ხდება, აღა პირდაპირ დასულ ტერიტორიებზე სხვა ადგილებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა არის. ახლა ის რაც მაგალითად ქალაქში ხდება, ან ის რაც თქვა სანაპიროებზე ხდება, ზღვისპირა ქალაქებში ხა თქვა ყველა ვიყავით, ბევრი ჩვენგანი იყო აჭარაში და იქ რაც ხდებოდა ეს იყო არ ვიცით. წარმოუდგენელი რამე, სამართლე. მე მილიონებში მივიდივარ ხშირად ვიყენებ მატარებელს, აი ადამიანი რომ წავიდეს მატარებლით და გაიხედოს რა, ეს არის სამართლე ჩვენი ქვეყნის სირცხვილი ნამდვილად და ამ პრობლემას მოლა უნდა ერთ-ერთი გზა ახლა ის ჩვენ ველაპარაკეთ ეს არის ჯარიმები, რომელიც სხვადასხვა გამკაცდა ამ ბოლო დროს. მედია რომ აღსრულებაც ასეთივე თამდევი იქნება და რა თქმა უნდა სკოლის ადრეული ასაკიდანვე მოსწავლეებში იმის თავში ჩადება, რომ ნაგვის დაყრა არის სუდი. ბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ ამის შესახებაც ნადირობა. ძალიან ბევრი მოყვარულია ხო ჩვენს ქვეყანაში, ცუდი ამაში არაფერი არ არის ხო? რამდენად კონტროლდება ეს ფაქტა? სად არის, აი სად შეიძლება ვთქვათ ნადირობა, სად არა, რომელ ტერიტორიებზე და რამდენად ირღვევა ეს ვთქვათ, და რამდენად კონტროლდება? აი ერთი ადამიანისგან ისეთ რამ მოვისმინე, რომ ვთქვათ დათვი მოდიოდა სახლში, ეზოში, სადაც არ იყვნენ თქვა ადამიანები და მე ჩავიდნენ ხო ზაფხულში და დათვის მოკლა ყოფილა ძალიან დიდი დანაშაული და 5000 ლარი ჯარიმა ხო? დიახ. და ეს რამე ჯარიმა არ ვიცი რამდენი არის, მაგრამ რაღაც დიდი თანხარო არის ვიცი. აბა ამ შემთხვევაში თქვათ თუ მოსახლეს აწუხებს, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს ესეც უნებრივია, როდესაც მოსახლეს აწუხებს, უნდა მოხდეს ის, რაც ხდება თავის დაცვის ადამიანის თუ ამ შემთხვევაში ადამიანი თავს დაიცავს და მოგლავს დაცვას, ეს კანონით არის დაშვებული. დიახ, ანუ ამ შემთხვევაში ჯარიმა აღარ არის. რა თქმა უნდა არ არის, ახლა თუ ადამიანს თავს ესხმის და სახლში გივარდება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა იქ უნდა თუ გაქვს საშუალება, უნდა მოკლა, რა თქმა უნდა. მაგრამ რაც შეეხება ნადირობას, აქ სხვადასხვა ნადირობა მე როდესაც პირველად აი ამ სფეროში 2005 წელს დავიწყე მოღვაწეობა, საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო. მე ვამბობ ბრაკონიერობას, თორე ნადირობა, კეთილსინდისიერი ნადირობა ეს სხვა თემა არის. სამწუხაროდ ისე ხდებოდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც თავრობაში მოდიოდა, თავის პოზიციას აღიქვამდა იმათ, რომ მას ჰქონდა უფლება დაერღვა ეს კანონი. და მიგონღაც, ხო? კი, ეს ქართველების სცენია, პირდაპირ ვიტყვი. და ძალიან ცუდი არის ახლა. მოდით იმასაც თქვა, ახლა პოზიტიურსაც დავიახა. ისეთი რაც ადრე ხდებოდა არ არის ახლა. გამოსწორების გზაზე ნამდვილად მიდიოდი. მე მგონია რომ დანაგვიანებაზე საუბრობდით, ხო ახლა.
მე სიტყვაზე 5 წლის წინ ნაკლებად მახსოვს იყო რო ყოფილიყო ესეთი დისკუსია ახლა როგორც მიმდინარეობს დისკუსია დანაგვიანების წინააღმდეგ და აი ხალხი Facebook-ზე აქვეყნებს სურათებს ადამიანებს პროტესტს გამოთქვა თქვა ქუჩაში თუ დაინახა ვიღაცამ რაღაც გააგდო მივა თქვა ეს უკვე რაღაცა კარგი ტენდენციაა რომ სირცხვილად ითვლება რა თქმა უნდა ეხლა მაგას მარტო სახელმწიფო ვერ მოაგვარებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობის საკითხიც არის რომ აი ჩვენ ერთმა მოქალაქემ არ დააგდოს ანუ შეგნება გაიზარდა ხო ეგრე არის ნადირობაზეც ახლა ჩვენი ქვეყანაც ახლა ვითარდება ხო ისეთი რაღაცა როგორც ადრე ხდებოდა რომ ვერტფრენებით და ჯიპებით რომ შედიოდნენ დაცულ ტერიტორიაზე ნადირობდნენ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ ეგეთი რამე არ ხდება ბუნებრივია შეიძლება ვიღაცა შეიპაროს ინადიროს და რაღაცა მაგრამ ჩვენ ამაზე გვაქვს ძალიან მკაცრი რეაგირება თუ თქვენ იცით ან ვინმე მიცის ამის შესახებ ესეთი ფაქტების შესახებ ჩემი Facebook გვერდი ღია არის და შეუძლიათ პირდაპირ დავიმპოსტონ იქა და ნუ თუ ჩვენგან რეაგირება არ იქნება მაშინ თქვა რომ აი რატი ჯაფარიძე არ აკეთებს რეაგირებას მე გაწუნოთ რომ ჩვენ რეაგირებას ყოველთვის დავაკეთებთ ამას ბატონათი სამწუხაროდ ვეღარ გამოგზავთ ჩვენ საუბარს თუმცა მართლა ბევრი შეკითხვა ქონდა მაგრამ ვეღარ თემაა და სხვა დროსაც გულწრფელად დაგპატიჟებ თუ კი იქნები ჩვენი სტუმარი უნდა დავკვირდეთ ხო რა თქმა უნდა და ვისაუბროთ ამ მართლაც მნიშვნელოვან თემაზე იმიტომ რომ ბევრ ამას განსაზღვრავს ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობთ, თუ გინდა რომ ვიყოთ რაღაცა და გვაქვს ამის ამბიცია, მაგრამ უნდა ვაკმაყოფილებდეთ ამ ამბიციას, რომ ვართ კულტურული საზოგადოების ნაწილი. დიდი მადლობა ბატონო რატი, წარმატებებს გისურვებთ, გავუწყობთ ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა.